უნკლავდებით ამ ასე ვთქვათ ჯიუტ შტამებს და რა პროცენტულობას იკავებს ის საერთო რაოდენობაში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების საერთო რაოდენობაში. კი ბატონო, მნიშვნელოვანი შეკითხვა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ 2016 წლამდე ვითვლებოდით აი ამ რეზისტენტული შტამების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთ ბრჭყალებში ვამბობ ლიდერ ქვეყნად. ანუ შავსიაში შავი ათეული ეგრეთ წოდებული არსებობდა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა და მათი მიდგომები ცხადია, ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ და იმ ბოლოში ვიყავით და გვერქვა რეზისტენტული ტუბერკულოზის მძიმე ტვირთის მატარებელი ქვეყანა. რადგან სწორედ ის რიცხოვნობა ერთ სულ მოსახლეზე და თვითონ რაოდენობა თვითონ ამ გავრცელების აღწევდა ასეულებს 1000-მდე ადიოდა რეზისტენტული შტამი მოქმედებაში. ეხლა დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია 150-200-მდე პრაქტიკულად შემთხვევაა მხოლოდ, მაგრამ ესენი რასაკვირველია დიდ ყურადღებას საჭიროებენ და მისი ხვედრითი წელიც მნიშვნელოვნად შემცირდა იმ საერთო ავადობის მაჩვენებელში, რომელიც აქ უფრო მათი შემცველობის თემა ერთია და მკურნალობის გამოსავალი. აი ამ რეზისტენტური შტამების მკურნალობის გამოსავალი 67%-ს ასცილდა და უკვე უფრო მეტიც აგვაქვს.